დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩეხური ორგანიზაციის People in Need-ის ინიციატივით თელავში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდობის ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულებების პროექტს, რომელიც მსოფლიო ბანკისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრის ორგანიზატორთა თქმით, პროექტის ფარგლებში შერჩეული მუნიციპალიტეტები თელავი, გურჯაანი და წყალტუბო People in Need-ის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით გააძლიერებენ ურთიერთობებს ახალგაზრდებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რაც თავის მხრივ ახალგაზრდობის ფართო ფენებს შესაძლებლობას მისცემს წვლილი შეიტანონ საკუთარი მუნიციპალიტეტების განვითარებაში. ძირითადი მიზანი ამ პროექტის არის ახალგაზრდობის ჩართულობა მუნიციპალური გეგმების შემუშავებაში, აგრეთვე სოციალური მედიის შესწავლა და განვითარება ახალგაზრდობაში. გვინდა ჩავატაროთ ტრეინინგი სოციალური მედიის გამოყენებაზე და რაც შეიძლება გამავცელოთ, ანუ განვაღრმავოთ ცნობიერება ახალგაზრდობის იმაში, როგორ შეიძლება ხელი შეუწყონ სოციალური ცხოვრების ამაღლებაში და სოციალური პრობლემატიკის გადაწყვეტაში. ვთვლი, რომ ეს ჩვენი ორგანიზაციისთვისაც ძალიან საჭიროა. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ნარკოტიკების მოხმარებასა და აივ-შიცის პრევენციაზე და ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდები ამ მიმართულებითაც ღებულობდნენ გადაწყვეტილებას და როგორც თანასწორ განმანათლებლებმა ეს პრობლემები დააყენონ საკითხი არა მარტო თავის თანასწორებთან, არამედ მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილებების მიღებისას.